173 საჯარო სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მოსწავლეები გაკვეთილებზე არ შევიდნენ და მშობლებთან ერთად სკოლაში შექმნილი ვითარება გააპროტესტეს. თავარი მოთხოვნა ყოფილი დირექტორისა და პედაგოგების აღდგენა იყო. ორი კვირის წინ სკოლას ახალი დირექტორი დაუნიშნეს, თანამშრომელთა ნაწილის სამსახურიდან დათხოვნა სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა. გათავისუფლებულთა შორის მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლებიც არიან. ვითარების გასარკვევად სკოლაში დღეს დილით განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც მივიდა. დიმიტრი შაშკინი მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეხვდა. მინისტრი სკოლის თანამშრომელთა გათავისუფლებას უარყოფს, დირექტორის დათხოვნის მიზეზად კი სკოლაში არსებულ დარღვევებს ასახელებს. შაშკინის თქმით, ყველა დარღვევას სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის, რომელიც სკოლაში უახლოეს დღეებში შევა. 173 სკოლას ამჟამად ყოფილი მანდატური მართავს თინათი ნასიძემ. მედიასთან საუბარი ჯერ არ ისურვა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებს იგივე პასუხი გასცა, რის შესახებაც განათლების მინისტრი სკოლიდან გამოსვლისას საუბრობდა. დიმიტრი შაშკინს ეზოში შეკრებილი მოსწავლეების ტვენითა და მზიას შეძახილით შეხვდნენ. მზია 173 სკოლის ყოფილი დირექტორის სახელია. რა ხდებოდა, რაზე ისაუბრეთ პედაგოგებს? არ შეიძლება რომ პედაგოგებს შეხვდეთ? არა, მაგრამ ხო შეიძლება რომ ეს მედიამაც იცოდეს, იმიტომ რომ აქ არის აქციები. პედაგოგებს შეხვდეთ, რა აქციებია? ეზოში სასწავლო პროცესი ჩაიშალა, ამაზე. არა, სასწავლო პროცესი არ არის ჩაშლილი, შეგვიძლია შევიდეთ საკლასო ოთახებში და ბავშვები სწავლობენ. ბავშვები არიან გამოსვლები. არის ბავშვები, რამდენი ადამიანი გამოსულია? 8 დირექტორი გათავისუფლებულია. სკოლაში უნდა იცოდე პატიცინებო, რომ არსებობს ერთი დირექტორი და არ შეიძლება რომ იყოს 8 დირექტორი. რატო გათავისუფლდა თუ შეიძლება? წინა დირექტორი და რატო მოიხსნა რამდენიმე თანამშრომელი, მათ შორის პირველი მოადგილეები? შეიძლება ვლაპარაკო. ბიბლიოთეკარი და ასე შემდეგ. ბატონო? რამდენიმე თანამშრომელი, 7-8 თანამშრომელი მოიხსნა ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ და ამ ინფორმაცია გაქვთ სამწუხაროდ. და ზოგიერთ ადამიანსაც ხონდა არც ერთი პედაგოგი განთავისუფლებული არ არის. პედაგოგები გამოდიოდნენ და საუბრობდნენ ამის. არც ერთი პედაგოგი განთავისუფლებული არ არის. დირექტორი რატო გათავისუფლდა? დირექტორი რატო გათავისუფლდა? დირექტორი განთავისუფლდა რამდენიმე კვირის წინ და გენერალური ინსპექცია იკვლევს ფინანსურ დარღვევებს, რომელიც იყო სკოლაში. დიახ, დირექტორი ჯერ გათავისუფლდა და მას შემდეგ შემოვიდა გენერალური ინსპექცია. არა, ის იკვლევს, შიდა აუდიტი იყო ჩატარებული შერწყმის დროს სკოლების. თქვენ მოსწავლეებსაც შეხვდით დღეს და ბატონო დიმიტრი, სიტყვის უფლება მშობლებს. ხო, აუცილებლად. ჩვენი გაჭირვება გვაქვს და ძალიან საკმაოდ ბევრი კიდევ. დღევანდელ დღეს ისიც რა ხდება სკოლაში? ძალიან ცუდ პირობებში უხდება ჩვენ ბავშვებს სწავლა. რატომ? ელემენტარულად ხო ტუალეტი არ არის. ტუალეტი არ არის. ბიჭები და გოგოები 3 წლის ბავშვები ერთად შედიან ტუალეტში. აი ეს წყალი არ არის. გამო შეიცვალა დირექტორი. კი ბატონო, მესმის, მაგრამ ეხლა რა ხდება კიდევ? შეცვლა ერთია, მაგრამ ჩვენ გვინდა ბავშვებს გქონდეთ სითბო. გათბობა 2 წელი სადია. აი ზუსტად ამის გამო არ არის. აი ზუსტად ამის გამო შეიცვალა დირექტორი. რა ვქნა, გითხარი. კი, შეიცვალა. არ არის სკოლაში, გათბობა. ბავშვები იყინებიან და ეს დირექტორი. მე რატომ უნდა ვიყიდო? რატომ უნდა მოვიტანო? განათმობელი საქმიდან. ანდა კიდევ ის რა ქვია? ამ სკოლას აქვს ორჯერ მეორე ადგილზე არის ბიუჯეტი, მილიონია ბიუჯეტი, 1 მილიონი. გამოყოფილი, ჩვენ მერიაში დაწერეთ. არ უნდა მერიაში. მერჯერ დაწერეთ, ყურადღება არავინ მოგაქცია. აბსოლუტურად არა. ჩვენ ინტერესებს არავინ არ იცავს. ეს არის სკოლა. ბატონო, ეხლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს? ეხლა სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სკოლაში? თქვენი პასუხი არის, სასწავლო პროცესი ეხლა მიმდინარეობს სკოლაში. ბავშვები რატო ხდებიან? აპროტესტებ რაც ხდება აქ სკოლაში. რაც და დაგვიხსნეს უსამართლოდ ჩვენი მასწავლებლები. რომელი? ბიბლიოთეკარი დაგვიხსნეს. ხო იცი რომ არ არის სიმართლე. ეხლა ველაპარაკე ბიბლიოთეკას. ხო იცი რომ სიმართლე არ არის. სამწუხაროდ არასწორი ინფორმაცია მოგეწონა. დირექტორი არის მოხსნილი აქ იმის გამო რომ შენ გათხოვა არა და შენ კლასელებს ეხლა შევხვდი და მეუბნებიან რომ ქცივა და შენი სკოლა არის მეორე სიდიდით სკოლა საქართველოში და ბიუჯეტი იცი რა არის სკოლის 1 მილიონი ლარი 1 მილიონი და გათხოვა არა და ამის გამო მოიხსნა დირექტორი ბუფეტი არ აქვს სასადილო არ აქვს იცი მილიონი ლარი აქვს ბიუჯეტი სკოლას მე მაქვს უფლება რომ კითხოს აწავდა ეს ფული
მოვითხოვთ პედაგოგებს დაუმსახურებლად ნუ შეეხებიან. ძალიან აქ თქო ასე აღელვებული რომ ვსაუბრობ. როდის გათავისუფლდნენ პედაგოგები? პედაგოგები არ ვიცი განთავისუფლდნენ ალბათ ამ 1-2 კვირის განმავლობაში. რაც ახალი დირექტორი მოვიდა. რაც ახალი და რატომ გამოვიდეს დირექტორი შეგხვდეს ეს ვისწავლემთ 11 კლასი ამ სკოლაში და ასეთ რაღაცა მე არ მახსოვს. ყველა ბავშვი ერთმანეთი გვიყვარდა მასწავლებელთან, ყველასთან ქონდა მეგობრული ურთიერთობა. რაც ეს რაღაც რეფორმა, ჩემს უაზრო რეფორმა შემოიღეს, კი, შემცირდა შეიძლება დანაშაული, მაგრამ სხვა რაღაც წარმოიქმნა, სხვა დანაშაული და სხვა სიძულვილია აქვს რა. და მასწავლებლებს და მოსწავლეებს შორის დაიკარგა ურთიერთობა. ურთიერთობა დაიკარგა. მე დღევანდელი არ რა მინდა და რა მინდა მოგვიხსნეს აქ ვინც გვიყვარდა აი ბავშვობიდან მოყვება ეს მასწავლებლები და ყველა მოგვიხსნეს ყველა მე რა მინდა დამრიგებელს გვიხსნიან და ეგ რა წესია უმიზეზოდ